საქართველოს ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს. ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Washington Examiner-ის სტატიას ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით. გამოცემა დეტალურად განიხილავს BBC-ს გამოძიებას და საუბრობს იმ დასაბუთებულ ვერსიაზე, რომ ოცნებამ მოქალაქეების წინააღმდეგ ტოქსიკური ნაერთები გამოიყენა. კობახიძის ურთიერთგამომრიცხავი პროპაგანდა გელაძის შემდეგ გომელაურის საპირისპირო ვერსიის დამტკიცება კობახიძემ სცადა და დარწმუნებით თქვა, რომ კამიტი არც წინა ხელისუფლებას შეუძენია. ამ განცხადებიდან 15 წუთში მან პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული. სუსი BBC-ს საგამოძიებო ფილმში მონაწილე პირების გამოკითხვაზე დაბარებას განაგრძობს. ბრიტანულ მაუწყებელთან ინტერვიუს გამომდინარაძის უწყებაში დღეს ეკა გიგაური და ექიმი გოგი ჩახუნაშვილი გამოიძახეს. ისინი სუსში მისვლას არაპირებენ და სხვების მსგავსად ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემენ. გუშინ ღამით ექიმი კოტე ჩახუნაშვილი დღეს კი მისი ძმა გამოიკითხა. ჩვენება მაგისტრი მოსამართლის მისცა საიას წარმომადგენელმაც. ეს არ იყო მუდმივი სამსახური. ყველა მიცოდა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს სამსახური აღარ იქნებოდა. ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი კაკაურიძე სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შეჩერებაზე დასმულ შეკითხვას. კაკაურიძე ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე ქვეყანაში მუშახელის დეფიციტია.